თბილისი ბევრი ნიჭიერი ადამიანის, მათ შორის ბანკერისა და ფინანსისტის მშობლიური ქალაქია, თუმცა ამ ბოლო დრომდე მათი უმეტესობა საზღვარგარეთ ამჯობინებდა მოღვაწეობას. არც მე ვარ გამონაკლისი. მე ვარ ლადო გურგენიძე და დასავლეთის სამყარო ბანკებში 15 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ატლანტაში, ნიუ-იორკში, მოსკოვში, ვარშავაში და ლონდონში გადავწყვიტე თბილისში დაბრუნებული ვიყავი, რათა აქ მომესინჯა საკუთარი ძალები. საბედნიეროდ ჩემთან ერთად მსგავსი გადაწყვეტილება კიდე არაერთმა ნიჭიერმა ქართველმა მიიღო და დღეისათვის საქართველოს ბანკის გუნდი როგორც მინიმუმ 15 დასავლეთიდან დაბრუნებულ განსწავლულ და გამოცდილება მიღებულ ბანკირსა და ფინანსისტს. ბოლო 18 თვის მანძილზე, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ბანკის სათავეში, ბანკის აქტივები გაორმაგდა, ხოლო მისი საბაზრო კაპიტალიზაცია გაოთხმაგდა. ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს, სწრაფად ვიზრდებით და ვითარდებით. შესაბამისად, ბანკს დაუდგა ის პერიოდი, როდესაც არსებული ძლიერი გუნდი კიდევ გაძლიერებას საჭიროებს. ამისათვის მე ვეძებ ჭკვიან, ნიჭიერ, მონდომებულ ახალგაზრდას. მე ვეძებ ღირსეულ კანდიდატს. მთელი ქვეყნიდან 14 ჭკვიანი და გონება გახსნილი ახალგაზრდა მოდის საქართველოს ბანკში, რათა გამოიყენოს შანსი გახდეს სტრატეგიული პროექტების მთავარი მენეჯერი და რეალურად შეეხოს დიდ ბიზნესს. ზოგ მათგანს საზღვარგარეთთან განათლება მიღებული, ზოგიერთი კი საქართველოს საუკეთესო სასწავლებლებში სწავლობდა. რამდენიმე თვითნასწავლია და საკუთარ ბიზნესს ფლობს. ერთ ნაწილს მხოლოდ თეორიული ცოდნა აქვს, მეორეს კი პრაქტიკული გამოცდილება. შეძლებათ უნიკალური შანსი ბოლომდე იზოლონ გამარჯვებისათვის და თავის შეერთებების მაქსიმუმი გამოავლინოს. ეს იქნება ყველაზე ობიექტური და საინტერესო გამოცდილება. ვინ გამოეთიშება ბრძოლას და ვინ მიაღწევს გამარჯვებას? ვინ გახდება ღირსეული კანდიდატი? შემდეგი 14 კვირის განმავლობაში 14 კანდიდატი გაივლის უნიკალურ გამოცდას. ისინი ერთად იცხოვრებენ სამშენებლო კომპანია აქსისის მიერ აშენებულ პრესტიჟულ სახლში. ყოველ კვირა გაიყოფიან ორ გუნდად, რამე თუ შეეჯიბრონ ერთმანეთს ბიზნეს დავალებების შესრულებაში. გამარჯვებული გუნდი მიიღებს სამახალისებელ პრიზს. წაგებული კი გამოცხადდება ჩემს კაბინეტში, სადაც ყოველ კვირა ერთ-ერთს დავემშვიდობებით. მე ვარ მანანა გელაშვილი, პოლონური სკოლის დირექტორი. ამავდროულად გამთავრებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს. გავიზარდე და სწავლობდი პოლონეთში. მე მატათო ფათაცია ვარ. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. დღესდღეობით მუშაობ ფონდში ინტერნიოს საქართველოს. ჩემი უშუალო საქმიანობა შემოიფარგლება ახალი, ნოვაციური პროექტების წერით და მათთვის შესაბამისი ფონდების მოძიებით. მე ვარ გიორგი ჩალოთი, იურისტი. სწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაქვს მოწვევები ამერიკის პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა თავისუფლება პრობლემა გამხდარიყო. მიმაჩნია ეს დაბრკოლება თვითონ უნდა გადავდეხო. მე
მე ვარ ქეთინარი მანიძე, დავამთავრე ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტი, ტურიზმის მენეჯერის სპეციალობით. მუშაობდი სამოგზაურო ცენტრს KAIJIში მენეჯერად. მე ვარ მიხეილ შალბაშვილი, დავამთავრე საერთაშორისო ჟურნალისტიკისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტები. თუმცა მთელი ცხოვრება მუშაობდი მარკეტინგის სფეროში, ამიტომ ვთვლი, რომ მარკეტინგია ჩემი პროფესია და არა ჟურნალისტიკა ან სამართალი. მე ვარ თეა შენგელია, სპეციალობით ეკონომისტ მენეჯერი. მუშაობდი სასტუმრო ძველ თბილისში მენეჯერის თანამდებობაზე. ამჟამად მუშაობ სერმა მენეჯმენტის სკოლაში. მე ვარ სოსო გუდიაშვილი, დავამთავრე გერმანიაში ბოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტი და მუშაობდი Deutsche Bankში. ამჟამად მუშაობ სახალხო ბანკის პროდუქტების მენეჯერად და პარალელურად ვარ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. მე ვარ ლუკა ლომბაიდა, ვსწავლობ ISF-ში. პარალელურად მუშაობ Deloitte-ში აუდიტორად. ჩემი მიზანია უახლოეს მომავალში გამოჩნდეს საკუთარი ბიზნესი. მე ვარ რიჩარდ ჯანელიძე, ვსწავლობ კავკასიის ბიზნეს სკოლაში. აგრეთვე ვარ სენდვიჩების წარმოებელი კომპანია Big Bite-ის დამფუძნებელი. მე ვარ მარი ბანძელაძე, სოციოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი. ვკითხულობ ლექციებს კვლევის მეთოდებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მე ვარ ალექსანდრა მარშანია, სწავლობ კავკასიის ბიზნეს სკოლაში. წელს ვამთავრებ მენეჯმენტის ფაკულტეტს. ამჟამად ბიზნეს კარიერა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვარ მარინა ნიკოლაიშვილი, დავამთავრე ჰამბურგის უნივერსიტეტის მარკეტინგის მენეჯმენტის ფაკულტეტი. აქ ვამთავრებ ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტს, პარალელურად მუშაობ სახალხო ბანკში, ვარ კვლევის მენეჯერი. მე ვარ ნოდა ნიშნიაძე, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობაზე. ბოლო 2 წელი ვსწავლობდი და მუშაობდი ლონდონში. მე ვარ ნიკა ხომასოვი, პროფესიით იურისტი. ვიყავი კომპანია არტიმედის იურისტი და ამჟამად ვარ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ დელტას იურისტი. მოგესალმებით საქართველოს ბანკში, მიხარია რომ აქ. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ასისტენტები. მაკა ეკიზაშვილი, ინვესტორებთან ურთიერთობების ხელმძღვანელი. რამაზ კუკულაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე და ჩემი მარჯვენა. მაკა და რამაზი დააკვირდებიან თქვენს მიერ სხვადასხვა ბიზნეს დავალების შესრულებას და დამეხმარებიან სწორი განათლების მიღებაში. ეს არ არის თამაში, ეს რეალური ცხოვრება. თქვენ ხართ 14 კანდიდატი, რომელიც აგირჩიეთ რამდენიმე ათასი მსურველი. აგირჩიეთ იმიტომ, რომ 14 კვირიანი უმკაცრესი ბიზნეს გამოცდა განაგრძო. ზოგიერთ თქვენთაგანს განათლება მიაჩნია თავის თავარდაზე. ზოგს კი საკუთარი ბიზნეს გამოცდილების სიმედია. ფაქტია, რომ თქვენ 14-ვე ძალიან ჭკვიანები და ნიჭიერები ხართ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თქვენგან ჩვენ მხოლოდ ერთს საუკეთესოს ავირჩევთ. თქვენ ორ გუნდად დაიყოფით, ქალები კაცების წინააღმდეგ. და ყოველ კვირა ეს ორი გუნდი ერთმანეთს შეეჯიბრება სხვადასხვა ბიზნეს დავალების შესრულებაში. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ცნობილი კომპანიისთვის ახალი ბრენდის შექმნა, ან სარეკლამო თუ PR კამპანია, ან სულაც ქუჩაში რამის გაფრინდა. ნახოთ. ყოველი ტურის წინ ორივე გუნდი მენეჯერს აერჩევს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი გუნდის წარმატებაზე თუ დამარცხებაზე. დამარცხებული გუნდი ჩემთან კაბინეტში გამოცხადდება. ყოველ კვირა ჩვენ ერთ-ერთ ქვეყანას გავეშთობებით. ეცადეთ არ მოხდეთ ჩემთან კაბინეტში. საბოლოო ჯამში გამოვლინდება ერთი საუკეთესო, რომელიც გამარჯვებული იქნება. ეს ადამიანი გახდება ჩვენი ბანკის სტრატეგიული პროექტების მთავარი მენეჯერი. ეხლა შეგიძლიათ დახვიდეთ სახლში, გაერთოთ და ისვენოთ ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ბატონ ლადოსთან შეხვედრის შემდეგ ბანკში ნერვიულობის სინდრომით ნამდვილად გამიქრა. ეს არის გაწონასწორებული, პროფესიონალი და საკმაოდ ობიექტური ადამიანი, რომელიც მზადაა ჩვენთან ერთად გაიაროს ესეთი საკმაოდ რთული მარათონი.
ხალხი შემოვიდით მშვენიერი ატმოსფერო დაგვხდა, ესეც ნამდვილად არ ველოდით. კი ველოდით რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ რაღაც თვალდესეც არ ველოდით. ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად შევედი ამ სახლში. და გამარჯობა. კანდიდატებს გავმარ. თავი ჩანტები ავიღეთ. გავგინაოდით. აი ჩვენ ნახე რა მაგარია. სუსხა. ერთად დავлогეთ ყველანი. მე ვთვლი რომ საკმაოდ კარგად არის გადანაწილებული ოთახებიც ლამაზია, ინტერიერი მშვენიერია, ახალია, რაც თავარია. თანამედროვეა და მე მგონი ნელ-ნელა შევეჩვენე. მე საერთოდ ვერ ვწყვეტი ადგილს საქართველოს დაკავშირებით. რომ შემოვედით, სულ ყველამ ერთად ვიპოვეთ წერილი, რომელიც იყო ბატონ ლადო გურგენძიდან. იყო ჩვენთან მოსალმება, თავის სურვილის გამოხატვა. ამავე საღამოს თქვენ უნდა აერჩიოთ გუნდის მენეჯერი და თქვენ გუნდს დაარქვათ სახელი. ხვალ ჩვენ შეხვედრაზე თქვენ დამისახელეთ თქვენი გუნდის სახელსა და მენეჯერს, ლადო გურგენიძე. ჩვენს გვაქვს წერილი, მარტო ბიჭებს კი არ დაუტოვა. მენეჯერობა მე მგონი ყველას უნდა. საბოლოო ჯამში მე იმას დავეთანხმე და ის აზრი მომეწონა, რომ ისე კენჭისყრით აგვერჩია მენეჯერი. აი, მომდია. მაიც. ერთი დაბლაგდია. მე არა ვარ. არა, მე-7 ფურცელი უნდა ვიყო. არა, არ არის. მე ვარ. მე მენეჯერად არჩევა შეიძლება რაღაც გარკვეულწილად და სიმბოლურიც იყოს, შემთხვევითობაც იყოს, სასარგებლოც იყოს და პირიქით ცუდიც იყოს ჩემთვის. აბა ლუკავი. არა, ის ვიყო. ავიჭიეთ მენეჯერი და მე რაღაცა იმან გააკეთეს ლიდინგი უშუალოდ რაცა დავასრულე და უმრავლესობა ვისაც ეძობა, ესე იგი იმას ექვემდებარები რა. მე რაღაცაში. აი, სამწუხაროდ რაღაცაში. აი. ეს თეა? თეა, всё, გაინახდე. არაერთხელ ყოფილ ვარ მენეჯერი, მართმევდი თავს და იმედია ეხლაც შევძლებ ამ დიდი პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევას და გავამართლებ ჩემი თანაგუნდელების იმედებს, იმედია. საინტერესო არის რა, რომ ჩვენმა სახელმა რაღაცაზე იქონიოს ზეგავლენა. ჩვენ ვიყავი ამ შემთხვევაში არის ბატონი ლადო გურგენიძე. ანუ ჩვენ სადაც უკაიგებს, აი პირველი შტაბისტილება უნდა ანუ ჩვენ გვიცნობს მაგითი, ხო? აი ჯერ არ გვიცნობს და მეტად ბრახ და ვეუბნებით სახელს. აი ისეთ რა მაგალითად მართლმადიდებლური რაღაც ანწმი. აი გავიგეთ თქვენ არა, ჯვარი და ეკლესია და გითხრა, აი რაღაც მოკლე ლაკონული რომ გამოხატავთ თქვენ ეგეთ. თუ ის მაგარი. რელიგიის თემის ამოღება, ამოჭრა ამ შემთხვევაში მისახელად არ არის, მე ესე ვთვლი. შეიძლება ვთქვი. აი ხა შენ ჩავაგები თავი აი ხვის ადგილას, თქვა ის სახელი გაიგოს როგორ აღიქვამს. იმაში უნდა ჩანდეს თუნდაც გუნდის სიძლიერე, თვითდაჯერებულება. ანუ ესე მალე ჩამოწერეთ სიძლიერე, თვითდაჯერებულება, ხედვა. დაწერეთ ხედვა. ხედვა. ხო. აი, პროდუქტი რომელ გუნდში იყავ? ჩემს საქმეს და შენ კომპანია. შენი კომპანია რა არის? აი, ეს შენი კომპანია რა. იყოს რა, იყოს. შემები რამდენს გინდათ ხელი აცი? პირველს, აბარა. ავანგარდი რამდენს გინდათ? შენ არ მინდა ავანგარდი? მე როგორიცად მე ჩემს არ ვეთანხმები, მაგრამ თუ იქნება უმრავლესობის გადაწყვეტი რა არის უმრავლესობა? რა ბატონ ლადოს გურგენის სახელს არ ვარქმევდით. არც მის მარტო მის მოსწონება, თუმცა ბიზნესია, ბიზნესში ვერ გაყიდი პროდუქტს, თუ მყიდველს არ მოუწონა. მაგრამ მოიცეთ, კარგად დავფიქრეთ ახლა სანამ გადავთ. ბიზნესში გავიგე. ბიზნესში დეული კარგია, ბიზნესში დეული. მოდი დავარქვათ ლათინურად ფესტიალენდე, რომელიც ნიშნავს ფესტიალები უნდა იჩქაროს ლათინურად. ფესტიალენდე და იდეას ახსნა. ორივენაირად იყო, ქართულადაც და ლათინური ბერმა არის. ყველანი მივედი იმას რამზე, რომ ჩვენ გულს დავარქვათ ლათინური სახელი ფესტიალენდე, რომელიც ქართულად ჟღერს ესე იჩქარენე. კარგია, ფესტიალები მახვილები იმენ დაუწავ. ხო, არა, კარგი, თასმინდა იურისტა უნდა. არა,
ისმენ? გამარჯობათ. გამარჯობა. რატო გურგენიძის დივანი გაწოხეთ? ხვალ დილის 11 საათზე შეხვედრა გაქვთ ბატონ ლადოსთან. სასტუმრო ძორთველიში. კარგით, მადლობთ. შეხვედრა ლადოსთანო? მოგუებო. გამარჯობათ. სახლი როგორ მოგეწონათ? ძალიან კარგი. მენეჯერები თუ აერჩიეთ ამ დავალებისას? ვინ არის გოგოების გუნდის მენეჯერი? გუნდის მენეჯერი ვარ მე. წარმოადგინეთ თქვენ. ხეა შენგელია. რა და არ? ფესტინა ლენტე. ფესტინა ლენტე, ანუ იჩქარენელა. იჩქარენელა. კარგი, ბიჭების გუნდის მენეჯერი ვინ არის? მე გახლავართ ბიჭების გუნდის მენეჯერი. წარმოადგინეთ. ლუკა ლომაია. კი ბატონო. თქვენი გუნდის სახელი? ჩვენ შევარჩიეთ დაგვერქვა ჩვენი. ჩვენები. ჩემები. აჰა. ოკეი, იუარისტობა აშკარად სახეზეა. რატო პირდაპირ საქართველოს ბანკი არა მაშინ? კი ბატონო, კარგი სახელებია. მაშინ ასე დავიწყოთ. საქართველოს ბანკი ამ ბოლო დროს ნერგავს ძალიან ბევრ ახალ პროდუქტს და ჩვენ ამის გაგრძელებას ვაპირებთ, იმიტომ რომ კონკურენტებს არ ხინავთ და ისინიც შეძლების დაგვარად ცდილობენ ეხიაზოთ. ამრიგად, ღირსეულ კანდიდატს უნდა შეეძლოს პროდუქტების სწორედ, ეფექტურად და კარგად გაყიდვა. მით უმეტეს კონკურენტულ გარემოში. ამიტომ თქვენი პირველი დავალება იქნება პროდუქტის გაყიდვა და ამაში შეშინდა. ხო, ვინაიდან პირველი დავალება საკმაოდ მარტივი სცადეთ რომ გაგვიკეთებინა. ერთი გუნდიც და მეორეს თქვენ გაყიდით ვერნიანოს ყავას თბილისის ქუჩებში. იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის ვერნიანოს ყავა, თუმცა კარგა ხანია უკვე რა შემოვიდა საქართველოში პოპულარობით სარგებლობს. ვერნიანოს კომპანია დაფუძნებულია 1892 წელს ქალაქ ტურინში და ევროპის ყავის წარმოებელთა ექსეულში შედის თავის შემოსავლებით. ყავის თვითღირებულება ერთი ჭიკა ყავის იქნება ფიქსირებული, ხოლო თქვენ რა ფასად გაყიდით, რა ტაქტიკას აირჩევთ, 2 ლარად გაყიდით თუ 2 მილიონ ლარად, ეს უკვე ყველაფერი თქვენზე. დღის ბოლოს გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება იმის და მიხედვით თუ მეტ შემოსავალს ვინ გააკეთებს ლარებში, ანუ არა ყავების ჭიქების რაოდენობით, არამედ შემოსავლის მიხედვით. გასაგებია? ალბათ წარმატებებს გისურვებთ. ერთიანი შევიმუშაოთ და იმას გაუცილებლად. იქნება სამიზე ჯგუფის სხვა ყავს შენ ბაზრის გამყიდველი არ ყავს და ერთჯერადი არცი არ არის. ხო, გათვლილია მეორედ რომ უნდა მივიდეს. ჩვენ რაღაცა მომენტში შეგვუდავთ, მაგრამ შენი მიზანი რა არის? ფული. ველოდოთ ასე დავალება და ფული იქნება. ნუ ალბათ ფული იქნება. არა არის. მიზანი თავარი იქნება, ალბათ ჩვენ არ უნდა გქონდეს ერთი ფასი რა. რა დიფერენცირებული ა? buy one get one. არა, free, არა. free არის, free არის. შენ არა გაქვს ურთიერთობა ზელვადიანი რა. შენ გაქვს ერთჯერადი ურთიერთობა. ნინო. მოდიგი. მე გახლავართ ნინო, კიდე ერთხელ ვარ განვითარების მენეჯერი, ეს არის ლევანი, ჩვენ ტექნიკური მენეჯერი. ჩვენ ვართ იტალიური ყავა ვერნიანოს წარმომადგენლები საქართველოში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის ყავა. ერთი არის მარცვალი, არის ფილტრის ყავა, არის უკოფეინო ყავა და არის ცხელი შოკოლადი.
ამიტომ ჩვენ ხარჯებში როგორ ვართ? ამ სიტუაციაზე ფიქსირებ, გვიფიქსირებს. 1 კილოგრამის ფასი არის 50 ლარი ჯერედის შაქრი. თან იქნება 6 კილო. რაც დარჩება, იმას უკან მიბრუნე? იმას უკან მიბრუნე. ცხელი შოკოლადი დაგეს. ცხელი შოკოლადი 50 ლარი, ყველაზე აი ეს ცხელი შოკოლადი ამას გაძლევს 50 ლარი დაგეს შაქრი, ცხელ შოკოლადს გაძლევს 50 ლარი შაქრი და თუ დაგჭირეთ ყოფილი ეს არის 13 ლარი 250 გრამი. აი ნუ დამატებით შეგიძლია მე მგონი დაბლად შეიძლება. ჩავიდეთ ახლა ეგ მუშაობის პროცესში. ჩვენი პირველი დავალება არის ყავის მწარმოებელი კომპანიის, ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის ყავის თვითონ პროდუქტის გაყიდვა. ანუ ეს არის. გავყიდოთ ყავა. გამორჩა, მარტივად. ეს არის ამჯიქის სამომავლო გაკეთებული ჯიქი, რომელიც ყავის სარეალიზაციო. ეს იქნება ყავის აპარატი, სალარო აპარატი. ჯიქების ცხელი შოკოლადი, ყავა, ეს სარეკლამოის განათება არის. ხელთ შეიძლება ყავის აპარატი. რაც უნდა ამერიკა. ეს არის ესპრესო. უკან ეხლა 15 წუთი მოიფიქროთ, ადგილი უნდა მითხრათ და ხვალ 12 საათზე ეს სტენდი იქნება იქ. 15 წუთში. აი სადიძა, მისმინე, ასე, გაჩიუსტა, გაჩიუსტა. სად არის, შესაძლოა. სალამ ხალხ ერთი წამ, გეხოეცა, რა და ერთი წამ უჩა, მას ხო. ასე, ასე. ცენტრალური ქუჩა. სად? რუსთაველი. რუსთაველი. ჯავჯავაძე, ცენტრალური მელიქიშვილი ჯავჯავაძე. ასე, იმიტომ არის ძალიან უჩა, ეხლა ერთ გეტყვი სანამ მაგას დაიწყებ, მომისმინე ცოტა ისეს დავუდექი რა. ნეგატიური განაძლევდი და უნდა მოვიგე. ნეგატიურსაც მithქვი, მაგრამ მithქვი ახლა ჯერ პოზიტივურად. არის სამეული ხალხი და ხალხი არის ისეთი, რომელიც ან თემის დგას და სადღაც არ მიდის თავის საქმე, არ აქვს შეუძლია აქვს იგზო რომ ყავა დამიროს და მეორე ან რაღაცას ეძებს და ნუ ამისთვის კიდე გამოყოფილი დრო აქვს რა იქ დადის. ერთ დავსვი, დაწყებადი უჩა. აზრობაზე, ხო? აზრობაზე კი არა, ქუჩაში სემიჩკეს ისიც ყავას იდურებს, მაინდით რა. მეტრო არა, რუსთაველის მეტრო არა, შუა რუსთაველი ქუჩა. რამდენს მიდათ ეხლა ისა პასაჟი. ხელი აწე, პასაჟი რამდენს აციეთ რა გერიდება? რუსთაველი რამდენს მიდათ? ეხლა მომისმინეთ რა. 4 რა, ეხლა გადავწყვეტ, მე არ ვიძახი რომ მივდივართ რუსთაველზე რა. თქვენც მინდა რომ წამოვიდეთ რა, გუნდივართ გუნდურად ნოვლი. 15 წუთი გავიდა. აი, მოდი დავდის, მე რომ ვაკეთებ რუსთაველზე. ლუკა, მოდი, ნოდარი. ჩემები იგებს რუსთაველზე. დავა. არა გიგეკდება მაგას 6 კილო. ეს ორივე ყავა იქნება ხო და თქვენზე ჩვენ მოსაიერში. შეგიძლიათ სამრეწ წარიღო, შეგიძლიათ ცხელი შოკოლადი წარიღო. არა, ცხელი შოკოლადი. ანუ აი ეს ჭიქები რომლებშიც თქვენ ყიდით, ხელა არის, ანუ მაგ აპარატში რომ ჩაეტიოს. აი ეს არის ერთჯერადი ჭიქები. რა ტიპის გაჯეტსა, სარეკლამო გაჯეტები გაქვთ? ანუ ისა ლოგოიანი ჭიქები, კიდევ რა? კი ბატონო, გექნებათ ერთჯერადი ჭიქები თავის თავსახურებით, გექნებათ ეს ერთჯერადი კოვზები, ერთჯერადი შაქრები. პატარა იმი დაფასებებაში და ქაღალდის პარკები. ხო, რამე ტექნიკური პრობლემა თუ შეგვიძლია. ტელეფონი გექნებათ და იმწუს დარეკავთ და ეგ პრობლემა. აი ესე რომ გაიყიდა თქვათ ყველა რაც ქონდა მარა შეიძლება არა პრობლემა კი. სათა ხარ წავიდეთ. ეს არის ჩვენი სტენდი რომელიც მაშინ მოვიაროთ თბილისი გაჩნდება კითხვა რომ ამ სტენდით როლიკებზე როლიკებზე რა გუგლაში ამის გადაჭრილი აი თეიქოვე იქ ერთი დაждდება არა წაიგეთ ანუ ესეთი რომ არა გადაჭრილი გამორიცხულია ყველანაირად დადგება არა დავით სტაციონარში და იგებს ჩვენ რა არის მომდებიანი ამ ხოლის არა იმდენ დროს დავკარგავთ რომ მე წავა 15 წუთში მოვა და თქვენ მოხდათ ეს ხვალ რომელსაც იმხოს. გამოიცხა ასევე თეატრები და ასე შემდეგ გამოიცხა, იმიტომ რომ მე დილიდან უნდა გავყიდე ყველა შემთხვევაში დროში იგებ რა ბაზარზე ვერ იგებ. ოქროთი რა იმდენად პატარაა, ვიდრე გუდვილი დიდია. ეს სუპერმარკეტია, რატო პასაჟირი? რომელი გუდვილი? გუდვილი ერთია, ცენტრალური იდეის გუდვილი. რა გამოდის სხვადასხვა 3 ლარი? არა, 3 ლარი, ნუ თვითღირებულება არის 30 დაახლოებით 30.
იმსჯელეთ წინასწარ, მაგრამ ჯერჯერობით არ შევთანხმებულად ხაზზე რას დავადებთ, იმიტომ რომ მინიმალური ზღვარი ბუნებრივია, მარტივად გამოსათვლელია, მაგრამ საბოლოოში თანხმებისთვის ჯერ არ მიღწევა. ესე იგი რა გამოდის 54 ღირსთან შეგვიძლია ვარიდან დაწყებული ყველაფერი დავადებთ რა ზოოპარკთან არა კიბებთან იმიტომ რომ ტელევიზიის ხალხი შეიძლება მარშრუტკები გადაწყვეტოს ხალხი და რადგან ვარაგები ზოოპარკში რომ შედის ვიღაც აპრიორი რომ გამოვა პრინციპში ყველა ვარიანტი არის მივაწოდე ზოოპარკში შევა უკვე ის ვინ შედის ბავშვი ხელში ბავშვს მაქსიმალურად არ აინტერესებს და მშობელმა ის ხალხი უნდა თუ არა დილასაც ამოიყვანა არა ზოოპარკი არის კარგი ვარიანტი ზოოპარკში ამ ატრაქციონების გამო მეტი ახალგაზრდობა დადის, ვინც ინტერესის გამო წიყიდის ამ ყავას. არ იქნება ზოოპარკი. არა, ყავა თვითონის ბრენდია, რომელსაც უფრო კარგად ყიდის ჩემი აზრით ქალი ვიდრე მამაკაცი. პირველ რიგში, ახლა ადგილი შევარჩიეთ რესტორანს ვაკეთებ და მოდი ჯერ ფასი გადავწყვეტ. არა, ფასი. აი, რაღაცა. მუშაობ. მე ვიცი რა იგი. ყავის მე მაგათი ვიცი, ფონიაში უფრო რთულთანაც რა. ერთი დადგება აპარატთან და მეორე იქნება просто მიუღები რა კლიენტს და მურჩა რა. თავარი საკითხი ჩემი აზრით არის მოთხოვნისა და ფასის დარეგულირება. თავარი საკითხი აქ იქნება რა ფასად ჯობია გაიყიდოს მაღალ ფასად შედარებით მაღალ ფასად ცოტა თუ ცოტა ბევრ ფასად აქ ასათვალისწინებელი არის ის რომ იგივე დროში შეზღუდულობა ამის ჩამოსხდა და ასე შემდეგ ერთი ამაზე მეორე თუ რამდენად კარგად მოახერხებს ეს ხალხი ამის რეალიზებას ჯერ ამოვსები და თვითღირებულება მოდი ყველაფრის თვითღირებულება ჩამოვწეროთ მე თავაზე პარიფეტიკულ პროგრესიას ზემოთ რა იგულისხმება ეს რომ ვარი თუნდაც აკადემიით იყიდეს ნებისმიერი ესეთი რთულად დასამზადებელი ნახოთ მოდი თვითღირებულება დავთვალოთ და ლარი უფრო მეტად გასათვლელია რომ უფრო ერდოს ვიღაცას ჭიბეში მოიხიბოს რაღაცა იმითი გამოიშენი და მე ეს მაინც ვიყიდო ესპრესო რაც არის ხო ყავა ამერიკანაში პროგრამას რომ მისცენ დააჭერი მგელაკ ჩამოდის ორმაგი ყავა ვიდრე ესპრესოზე რა ორჯერ მეტი რაოდენობრივად არა ყავა იქ 8 ჯერ იქ ჩამოდის მარტო ყავა და წყალს მე შენი დამატებ ეს არის ზოლიერი ყავა ბევრი წყალი და ზოლიერი შაქარი ყველა ხიადი ყავა იგივე ტიპისა ეს არის 0.4 ყავის სახში შეხვალ იქ მე აივლი კოსტავაზე დაჯდები ყავის სახში ლარნახევრად და ორლარად კი თქვა სხვა ყავას მაგრამ დაალევე ხა უჯობესი გოგონებო, ლამაზებო, ფესტივალენტეს გავმარ? ჯას! ხარა. ნახო, კიდე გვაქვს ესენი მოცი. შენ მაშინ ზოოპარკის შესასვლელთან იყავ. პრაის-ლისტი გააქვს? აჰა, პრაის-ლისტი მე მაქვს. ეს არის იტალიური ასლიანი ყავა, რომელიც არის სპეციალურად შემოთავაზებული თქვენთვის. ცხელი ყავა თან წაღებ, ძალიან შეღავათიან ფასებში, მხოლოდ ლარად. ერთზე ჩაასხია მაშინ სასწრაფოდ გახსენი. შევხედო დეიდები როგორ ერთობიან, ნახე. სკოჩ. ეს აქ მიაგარი. არა.
წინჯობია. ჩავრთეთ, მაგრამ ეგ გავაკეთეთ, არ შვება. დაიცა უკენა დენი ეთიშება ამას ხანდახან. არა, მე გამოვხე ახლა. არავინ არ შეეხოს დენს რა. პრობლემა შეიქმნა თავიდან, რომელიც რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ ეს აპარატის ბრალი იყო და გამოგვიცვალეს აპარატი, ნუ ამას რაღაც 9 საათი კი დაიკარგა რა. მოიტანის მანქანა. ეს რა გიწევდა? არა, გამარჯობათ. თუ გნებავთ მოგაწოდეთ ყავას. გამარჯობათ. სანამ ბენზინს დაელოდებით, უგემრიელის იტალიურ ყავას ხომ არ გასინჯავთ ჩვენთან ერთად? ბოდიში შეფერხებისთვის. მარი მუშაობდა უფრო სერიოზულ ხალხზე. მე ვცდილობდი, რომ ახალგაზრდებთან მივსულიყავი. უკვე დალიეთ? მოგეწონათ? მანანაც პრინციპში ვცდილობდა, რომ ალბათ მამაკაცები მოეზიდა, იმიტომ რომ მანქანები პარკინგთან ცდილობდა ემუშავა. We have espresso, cappuccino, latte and americano. თავიდან ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მას შემდეგ რაც დავარიგეთ ჩვენი ასე ვთქვათ სარეკლამო ბუკლეტები. მათაც ერთი ამერიკანა. გეხოცები კაპუჩინო დამიმზადე. ერთი წუთი. ვერნიანო. აუცილებლად. ორმაგი დალიეთ, მით უმეტეს. 50 თეთრია განსხვავება. თუ ორ მეგობარს ან მეც მოიყვანთ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კიდევ ერთი უფასო ყავა. კლიენტთან მივდიოდით, ვუღი მოდით, დღეს რასაც ქვია პირი არ დავიგუმია, მე და მანანა მთელი დღეა ვუღი მითხავს. ვეუბნებით თავაზობთ, რომ გვაქვს უგემრიელესი ყავა, მოგბრძანით, მიირთვით. გამარჯობათ. ყავას ხომ არ მიირთვეთ? თბილისში არის დღეს პირველად იტალიური ყავის პრეზენტაცია. აგერ არის ჩამოსასმელი. ჩამოვიჯოთ ხარი და მოგბრძანით ყავა მიირთვით რაღაცა ესე და უკვე ვნახე ერთ ადგილასო ესეთი რაღაცა დღეს და ვერ მივხვდი საერთოდ. გამარჯობა, საერთოდ Stavo come le Sueta co, eta coffee prima Milana, Verniano, eta Miravoi brand. Cos foreigner, Verniano, cappuccino, espresso, americana. Chechet tragargat ფოსტაკლება 50%-ია. დარწმუნებულთან როდესაც რაღაცას ყიდი, ეს არის აუცილებლად საპირისპიროს კესე უნდა გააკეთო გათვა. ანუ მიზნობრივი თარგეტი როცა არის, კი რა თქმა უნდა არის შანსი, რომ კაცებიც იყიდიან ამას, მაგრამ უფრო დიდი შანსია, რომ გოგონები იყიდიან და განსაკუთრებით თუ რაღაც განსაკუთრებით შესთავაზოს მათ ყავას. სასწაულია, ძალიან სასიამოვნოა. ასეთი სასწაული ყავა, მეტი არის. თუ შეიძლება მოვბრძანოთ ბართან და სოსო მქვია მე. არა შეგწევთ. თუ შეიძლება მივბრძანოთ და გაშიგეთ. გაშიგეთ ხოლო. თქვენი სახელი მაინც იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ ყავას რო გაშიგეთ მოგეწონება. თქვენი სახელი სახელებს რო ვკითხავთ, ეს არის პირველი მარკეტინგული მეთოდი, როდესაც ადამიანს ეცნობი შედიხარ მასთან უშუალო კონტაქტში და როდესაც სახელი იცი, შენი სახელი იცი გაუღიმე, მერე უფრო ადვილია რომ მას შესთავაზო და ის წამოიყვანო იმ კომპრომისზე, რომ იყიდოს ყავა ვერნიანი. მიიღეთ ყველაფერს შენი კაფეს ხელისუფლად გასუძით. აი დავზარდით, სანამ დამზადდება შეგიძლიათ აკრძალიოთ, შეგიძლიათ გზაში. უკაცრავად გამარჯობა, დღეს არის სპეციალური სარეკლამო აქცია იტალიური ყავა ვერნიანოსთან მხოლოდ 9 კაცად. ყავა, სპეციალური აპარატი დღეს შევით 50%-იანი ფასდაკლებით რა. 9 ფასი დაგატათ, მეტი რაღა ფასდაკლებოდნები. თქვენ ცხელი შოკოლადი. Buongiorno, გამარჯობათ. უგემრიელეს იტალიურ ყავას ხომ არ გასინჯავთ? ვესალმებოდი იტალიურად buongiorno-ს. ვამბობთ შემდეგ გამარჯობა, ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ იტალიური ყავა. Buongiorno, გამარჯობათ. მინდა შემოგთავაზოთ ახალი არომატული იტალიური ყავა. ძალიან გემრიელი ყავა, სხვათა შორის მაღალფასიან სეგმენტზე გადის, მაგრამ დღეს როგორც აქცია, ნორმალურ მისაღებ ფასებში უყიდით. თუ გნებავთ, მარინა, ჩვენი ასისტენტი, გაგეხმარებათ. გამარჯობათ, ახალი იტალიურ ყავას ხომ არ გასინჯავდი? იტალიურ ყავას ხომ არ გასინჯავდი? ყავის გასინჯვას ხომ არ? კარგი, მადლობა.
თავიდან მქონდა დაგეგმილი, რომ თეასმაგივრად ვიქნებოდი და თეა, რომელიც ასეთი ისე ამ შეხვედრაში ყველაზე გამოცდილია, სათვალო ძალიან ბევრი შეკვეთები რა იყო, ის უფრო ოპერატიულად გააკეთდა ამ საქმეს და მე წამოვედი აქ რა კლიენტები მომეწოდა და ინებეთ ორი ამერიკანი, ხო? ერთი სავო და ვიჯო ორი ლარია, ორი. დიდი მადლობა. მისია. შენ ფასვორდი გიკითხება არა ქრომოდის იქის ამიტომ ორნახევარული კიდე შეიძლება დავამბო ჯიგარ ჩვენი საუკეთესო სტრატეგია ის იყო ჩვენ კლიენტებს არ ვეუბნებოდით ფას აი ეს დაუშვი სამი ლარი ღირს და წელი შოკოლადი 2 ლარი ნახევარი for half price especially today it's a take away you can take it with you 3 lari no doubt real milk yeah it's 4 lari yeah 4 უცხოელებთან თქვათ ფრაი მაღლა მომენტში 5 ლარიც გადავახტევი ეს იქ აი ვისაც თქვათ არ ქონდა იქ ლარის გადავხტია და 50 ლარს მაქე ერთი ესპრესო ამბის მერე ამ გოგონას კაპუჩინო არჩევ ძალიან ბევრი შეამჩნია რომ იმის გაზრე არ ქონდა რას ყიდულობდა და იმიტომ მოდიოდა რომ ჩვენ ველაპარაკებოდი და რას ყიდულობდა ის რომ იყო მეორე ხარისხოვანი ანუ ჩემი აზრი სამლარად არ დავაგდო ჩემი აზრი არის სამლარა და უშუალოდ სამლარა მე აქ რიგი არ მაინტერესებს გესმის მე მაინტერესებს ქეში უშუალოდ დიდი ფული სამლარად შემიძლია მოგართვა ყავა 3 ლარი კი ბატონო 3 ლარი თოლკა 3 ლარი აბა მოდი ახლა კითხე ვინ სვავენ იმა ძვირია თუ არა 3 ლარი მომე და მოგიტან 10 ყავი მაცა ხურდა მომე რა 50 წელი არა მაგ ხურდები გავქნა გაკითხა გმადლობთ არ გინდა მომეცი სამლარად მიცემ რა 20 თეთრის იმისთვის კაცო უკაცრავად 10 ლარიანის ხურდა ხომ არ გაქვს მოდი მარინა 50 თეთრი არა მაქვს დიდი მადლობა აქტუალური იყო მანანა რომელიც ზუსტად მაგნისიერ კანარგოსთან მუშაობდა და მე აშკარად გენდერზე არ მუშაობდი მარტო გული რო არ შემსხლო და ამაზე ვიყავი ორიენტირებული და აი ეს სამი ბიჭი რომელიც სამი კაპუჩინოთი მოიყვანა აღარ მახსოვს გადამიხადეს თუ არა სამბრალ გამოვარდა ფული კითხე პროსტა ხოდა არ ვიცი დიდი მადლობა დაგველოდეთ აი ახლა იქნება ყველაფერი შენ ყავა ხო არ გაკვდება იმაში გამარჯობათ გისმენთ როგორ მიდის აღიდები ფანტასტიკურად თქვენ რას გასინჯობთ აი სანაბათ მადლობთ ხო შემოგვაკლდა რძე და წყალი ხელი შოკოლადი ნახევარფაში იტალიური არ ნებავ გასინჯა ჩვენ ხომ ასებიც მაინტერესებს ნახევარფაში მოვიდეთ თქვენ სპეციალურად რადგან ვიცით ჩვენ გონი როგორც სერვისით ასევე გაყიდვების ჩვევით და ჩვენ ყავთ მაყოფილი დარჩა ამერიკანად ერთი წამი კი თქვენ წყალი просто ჭიქაში წყალის ეს ვისწავლე იმას აუ რძე აღარა თქვენ რძით ნებავთ თუ რძის გარეშე თქვენ მეორე ყავა შენ ყავა არა კიდევდები ბიჭო აი ხო გაუკეთე რა ეგ პირველი უნდა გაგეშვა რა შვებით ხო მომე მე დავაფერებ მაგაზე სხვა სუქედე რა თქვენ არ გადაუხდია მე და ხურდა დაუბრუნე და კი ბატონო არა შენგან არაფერი მიხედავს ნახევარფაში დაგატა მეოთხეთფაში დაგატა მეოთხეთფაში ხელი შოკოლადი გაგისინჯეთ ჩვენი ყავა ჩვენი ყავა გასინჯეთ ჩვენი ყავა ასე და უარსამოთ მეორე გასინჯეთ სხვაგან აი ზოოპარკთან ვიყავი ჩვენი ყავა ზოოპარკთან გასინჯეთ კი აი ეს იყო ზუსტად კიდევ გასინჯეთ რამდენად იყიდებ ზოოპარკთან ლარი და ნახევარი არ ნახევარი ლარად მოყიდე არ მინდა მართლა
99 მოხდი. გულზე ხო არა ეხლა. როგორ მოგეწონათ? მაგარი იყო და. როგორ გულწავა? ახლა გამარჯობა იტალიური ყავა, ახალი ხარისხი, ახალი ბრენდი, ძალიან იაფია დამიჯერეთ. თქვენ შეგიძლიათ თან წაიღოთ და მიიქცოთ ზოოპარკში. აგნება, დიდი მადლობა. ახალგაზრდა ბიჭი გზად არის ხვედი. ქართმაის ბოდიშს ვიხდით და ჩვენ ეხლავე მოგესახურებით. გეგმოხდა შემოსება ვის უნდა ემუშავა სიტყვაზე კალარგოს მეზობასამართალზე, მცხოვრებლებზე უშუალოდ, ვის ზოოპარკში შემსვლელ გამომცველებზე. უკოფეინო ყავასაც ვხდით და ასე მშობლები თუ ბავშვებს გაასინჯებდნენ და დაალებდნენ უკოფეინო ყავის წარმატება ასეთი მაღალი თვითმობა არ გვეკონია. მაქსიმუმი გავაკეთეთ ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე. თუ ბიჭებმა რაღაცა ახალი ველოსიპედი არ მოიგონეს და თქვათ არ ვიცი რა თქოს. მაშინ მოგებულებ. ვფიქრობ, ჩემებს მოვუგებთ. ალექსანდრა, კლიენტი მინდა და მე მოვყავს. არა, მაგალითად დაიჯავდა იცი? მე მოვიდოდა და რამდენი რა და ჯიპიანი ბიჭები. ალბათ ცხელი ყავა არ გნებავთ? და ბავშვის ცხელი შოკოლადი? პატარა ცხელი შოკოლადი არ გინდა? მოიცა. აქ მოგიტან მინდა ყავა. მოგზანდით ყავა, გასინჯეთ იტალიური ყავა. შეხვეწებით, რა შეიძლება რა? ყავა იტალიური უმაღლეს დონის ნახევარფასად. თან გადატან. ხო, მარტო როგორია? იტალია ხალხი? ყველაზე დაღლილი ალბათ მიტო ჩანი რომ შეიძლება ფიზიკურად არ შემიძლია იმაზე მეტი ვიდრე იმდენი ვიდრე ჩემს თანაგუნდელებს შეუძლია. მე რაღაც დონეზე მიამაყება რომ ამ გუნდის მენეჯერი ვიყავი. იმიტომ რომ ეს ხალხის დამსახურებაც იყო, ჩემი მეგობრების დამსახურებაც იყო, რომ ესე მაგრად დავდექით ერთმანეთის გვერდში. ეს იყო პირველ რიგში. დავიწყოთ. რამას ფესტინალენთემ როგორ შეასრულა დავალება? გადასარევად მე შემიძლია გითხრათ, იმუშავეს ძალიან აქტიურად, გაყიდვების წერტილი ჰქონდათ ზოოპარკის პირდაპირ, საკმაოდ ორგანიზებული იყო, ყიდიდან როგორც თვითონ უშუალოდ წერტილიდან, ასევე ბენზოგასამართი სადგურიდან, რომელიც იყო დაახლოებით 20 მეტრში თვითონ ზოოპარკიდან, რეალურად იქიდან მანქანა რომელიც ასხავდა ბენზის, იქვე ყიდიდან ჩამოდიოდნენ და აქეთ ახვედრებდნენ უკვე გამსადრებელ ყავას. საკმაოდ ორგანიზებული იყო მთელი პროცესი. შემოსავალი რამდენი? შემოსავალმა შეადგინა 315 ლარი. კეთილი. მაკა, ჩემებმა როგორი ახარა? ჩემებმა გაყიდის წერტილად აარჩიეს ტერიტორია მეტრო რუსთაველის გვერდზე, მაკდონალდსის წინ. ესე იგი, სერვისის და პროდუქციის პრეზენტაციის მხრივ და ზოგადად პრეზენტაციისთვის მე ვიტყოდი, რომ უფრო სუსტი იყო მათი მუშაობა, თუმცა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო მათი გუნდურობა. თანახობრივად ესე იგი, ჩემების ვაჭრობიდან შემოსავალმა შეადგინა 500 ლარი და 40 თეთრი. გილოცავთ ჩემებო პირველ გამარჯვებას.
ხვალსაღამოთი ამ გამარჯვების აღსანიშნავად რესტორნების სამღვანი ოპერატორი საქართველოში M ჯგუფი გვპატიჟებ თქვენ რესტორან მეიდანში. გაერთეთ კარგად დაისვენეთ და გილოცავთ. ფესტინა ლენტას კიდევ ვთხოვთ რომ 1 საათში ისევ კაბინეტში გამწყდეთ. ისე კი ხდებოდით რა ამათ ფასები რომ დააბრუნოთ. იქნები ორგანიზებული ცუდია, არ იქნები ცუდია. თია ძალიან კარგად მუშაობდა, შემიძლია ვთქვა რომ გააჩნია იმისი უნარი რომ აი ასეთი საქმიანობა გაატაროს ცხოვრებაში და ჯგუფთან ქონდეს კარგი ურთიერთობა. ეს შემოგაგიტოვებთ ვინც წავედით? საათში არ მივა. ჩემი უძროდ სიდის სინიკოს ვერ გავუწევ. წინასწარ არ უნდა იზეიმო. ჩემებს გაუმართლე, შემოდი იმას გაუმართლე, სადაც ეს არის. განწყობა არის უმაღლესი, იმიტომ რომ ჩვენ მიზანი მიღწეულია. შედეგი არის რომ ჩემები არიან გამარჯვებული. შესაბამისად განწყობა იყო ძალიან მაღალი. ვეციოთ ვიღაცის რაღაცა წვრილმანი ნიუანსი, რაღაცა შეცდომის, აი ცუდად გაუცინა, ცალკბად გაუცინა იქ მომხმარებელს. აი ესეთი სისულელე. მოიწონში. და მაგას გეუბნები რაღაცა სულელობა შენი თავი რომ დაიცვა ის მოხთხავს პასუხს კარგი შენ დაიცავი თავიდან მართალი ხარ აბა ვის გამო ჩავარდა და იცით რაღაცა იმან სულად გავყიმა და ის კლიენტი ცუდად წავიდა საღამოშტობის და გილოცავთ. ორია გამარჯვების გემო. ძალიან სასწაული. თვითონ დავალებამ გაგაკვირვა, კონსორციუმის მოდი. და მელოდი რომ პირველივე შეიძლება არ იქნებოდა, ანუ პირველ რაღაც თეორიული იქნებოდა და ცოტა უფრო ფაქტიური. როგორც ცუდი სეილსმენის არ უნდა ყოფილი, მოსმენად მაიზა საქართველოს ბანკში გადავუხადოთ ჩვენი ერი იყო, მე ვიტყოდი ყველაზე კაი ფაქტორი რაც იყო არის ის რომ ბატონ ლადოს შევხვდით და ბატონ ლადოს ვესაუბრეთ გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები ვისაუბრეთ ყველაფერზე როგორც პროექტის შესახებ ასევე ვისაუბრეთ კონკრეტული დავალების შესახებ ჩემებს გაუმარ მაგამა ჩემებს გაუმარ
თეა დავიწყოთ ესეთ კითხვით. რამდენი ხანი დახარჯეთ დაგეგვისას ან მიუძღვენით ადგილმდებარეობის არჩევას დაახლოებით? რადგანაც კვირა დღე იყო, პრინციპში დიდი არჩევანი ადგილმდებარეობაზე ჩვენ არ გქონდა. ეხლა სხვა კვირის სხვა დღეები რო ყოფილიყო, ძირითადად სასწავლო დაწესებულებებზე ვიმუშავებდით. ზოოპარკი იყო პირველი და საბოლოო ვარიანტი გაყიდვის. ადგილმდებარეობამ გაამართლა ჩვენთვის კლიენტების მოზიდვის თვალსაზრისით. რამდენად სწორი იყო ასორტიმენტი, რომელიც თქვენ ერჩიეთ? მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გქონდა სხვადასხვა ფასებში, რაც იყო ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ კლიენტთან ლავირება შეგვეძლო შეთავაზების თვალსაზრისით. ცხელი შოკოლადი შეიძლება პირველი შეხედვით კარგი არჩევანი ყოფილიყო, რომ ჩვენს ასორტიმენტში ჩაგვედო. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ცხელი შოკოლადი უფრო მეტ რესურსს მოითხოვდა, უფრო მეტ რძეს, ჩვენ რძეს მოითხოვდა, მე რა პრობლემაა? ჩვენ ხო შემოსავლით ვზრუნავთ თქვენ წარმატებას თუ არა მოგებით ხო ეს კაფეო თითქოს? ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჯავშების სეგმენტზე გაგვიკეთებინა აქცენტი უკოფეინო ყავაზე. რომ არ დაგვეხარჯა დრო და ამით გავზარდეთ ასე თქვა ჩვენ ოპერაცია. და ბევრმა ბავშვმა ძალიან ბევრმა ბავშვმა დალია უკოფეინო ყავა. ნამდვილად ასე ვთქვათ, ფეხმძიმე ქალბატონებისთვის ერთ-ერთი შეთავაზება, რომ მეუღლებთან ერთად შეუძლიათ მიირთონ უკოფეინო ყავა. თუმცა ჩვენ განხილვის პროცესში დაახლოებით 5-6 ფეხმძიმე ქალბატონი პირადად მე თვითონ მივიყვანე თავის მეუღლესთან ერთად. კარგი, უშუალოდ ესე იგი გაყიდვების პროცესში ყველა თანაგუნდელმა ერთნაირი წვლილი შეიტანა, თუნდაც აი მუშაობის ინტენსივობის კუთხით თუ ძალისხმევის მეტნაკლებად ყველა, ну მაქსიმუმის მაქსიმუმი გააკეთა ხალხმა, მაგრამ იყო ადამიანები, ვისაც მეტი კლიენტი მოყავდა ჩვენთან სტენდთან. მე ძირითადად სამწუხაროდ არ მქონდა იმის საშუალება, იმდენად ბევრი მომხმარებელი მოდიოდა ჩვენთან, რომ გავსულიყავი და კონტროლი განმეხორციელებინა გარედან. ზედმეტად ხო არ დაიტვირთე შენ თავი და შესაბამისად ვეღარ გაუწე კონტროლი შენი გუნდის ყველა წევრი? პრინციპში ჩვენ რახან წარმადობაზე და მეტ რეალიზაციაზე ქონდა აქცენტი გაკეთებული. რომ თვითონ მანქანასთან მე რო არ ყოფილიყავი, ჩაგვივარდებოდა ეს ტემპი გაყიდვების და ფასი როცა დაბალი ქონდა, იქ რეალიზაციაც დაბალი რო ქონოდა, საშინაო შედეგს მივიღეთ. მე რო შეგეცვალათ არ მოგსვლიათ თავში აზრად. რა რო ხედავთ, რომ ესეთი მოთხოვნა ამდენი ხალხი მოდის. რიგებს ვერ ემსახურებით, ფასის აწევა არ მოგფიქრებიათ? ვინმე იყო თეა შენ თანაგუნდელი, ვინც დაუშვათ აგიტაციას გიწევდათ, რომ უფრო მაღალ ფასებში გაგეყიდათ ხავა? ჩვენ გამოვითვალეთ თვითღირებულება და შევთანხმდით ფასებზე, რომ ყოფილიყო ეს ფასები, თუმცა ითქვა ისიც თუ არ ვცდები, ალექსანდრა, შენ იყავი მაღალი ფასების მომხრე. არა, მე არ ვიყავი მაღალი ფასების მომხრე, მე ვიყავი ის მომხრე, რომ გაგვიკეთებინა რაღაც ელემენტარული ანალიზი. და რატო არ გააკეთებთ? შენი აზრით, თეას როგორც მენეჯერს უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო თუ არა ფასების თემისთვის? ის რომ ამას დრო არ დაიხარჯა, იყო თუ არა ეს მენეჯერის შეცდომა შენი აზრით? მე არ ვაკეთებ აქცენტს მარტო თეაზე, მარტო მენეჯერზე, მე ვაკეთებ აქცენტს ყველა გუნდის წევრზე. შემიძლია დავამატო, რომ ასევე როდესაც გათხოვს ვაკეთებდით ზოოპარკთან, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ის სეგმენტი, ანუ ის მიზნობრივი ბაზარი და იქ ძირითადად, ანუ მასა, ვინც იქ დადის ზოოპარკში არის საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები. მე არ მგონია, რომ მეტრო რუსთაველთან მაინდა-მაინც მარტო შეძლებული ხალხი დადიოდეს. იცით, იმით გათხოვა ჰქონდათ მაკდონალდსი, ანუ ადამიანები, რომლებიც მიდიან მაკდონალდში, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ არა მარტო 2 ლარის ქვევით გადაიხადონ, არამედ სადღაც 5 ლარი და შეძლებული ოჯახის შვილები არ დადიან ზოოპარკში. ჩვენი აქცია უფრო ემსახურებოდა გრძელვადიანი აქციის მიზანს. ანუ ისინი ძალიან ხშირად, მე პირადად მეკითხებოდნენ, ხვალ სად იქნებით, სად შეიძლება თქვენი ყავა ვიყიდოთ. გასაგებია, მაგრამ ხვალ თქვენ უკვე სხვა დავალებაზე იქნებით. ყველანი ერთის გარდა. თეა, როგორც მენეჯერმა შენ უნდა აირჩიო ახლა 2 შენი თანაგუნდელი და ამ 2 თანაგუნდელთან ერთად შემდეგ თქვენ სამთან გავაგზავნებთ საუბარს და თქვენ სამიდან ერთ-ერთი შემდეგ დატოვებს თამაშს. ქეთი და მარინა. რატომ? დაგეგმვის დღიდან ბოლომდე მე ვფიქრობ, ეს ორი ადამიანი უფრო პასიურობდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი.
არაფერი პირადად. მარი, მანანა, ალექსანდრა, მასაცო, მადლობა. ახლა შეგიძლიათ დაისვენოთ. თქვენ სამნი კიდე პატარა პაუზის შემდეგ ისევ შემოგზავნდეთ და გავაგზავნეთ. მაკა რასით მე ვიტყოდი რომ რადგან ძირითადი მიზეზი მათი წამგუნდის წაგების იყო არასწორი ფასის დადება, დაბალი ფასი. ეს ალბათ მენეჯერის ბრალია. შერასტული. თეა უშუალოდ თვითონ ყიდდა ყავას და მაგას რო ცოტა მეტი დრო დაეთმო, გარეთ იყო და ანალიზი გაეკეთებინა, წესით უნდა მოეფიქრებინა, რომ ფასი გაეზარდა. თუმცა ის როგორც კეთი იძახის, რომ აბსოლუტურად გამოცდილი იყო ფუნქცია. მიუხედავად თეას ესეთი შეცდომისა, კეთი გასაშუალება. მარინა, შენ რო ჩემ ადგილზე იყო, ვის დაემშვიდობებოდი ახლა თქვენ სამიდან? ალბათ უფრო თეას. რატო? რადგანაც აშკარად გამოჩნდა, რომ არაორგანიზებულად მუშაობდით. მე არ დარწმუნებული ვიყავი ჩვენ ორგანიზებულობაში. თეა რას თქონდი ამ კომენტარს? მე ვფიქრობ დაგეგმაში რო ყოფილიყო პრობლემა, ასე ჰარმონიულად ვერ მიმუშავებდით. მე არ ვიყავი დემაგოგი ლიდერი, რომელიც სხვის აზრს არ ითვალისწინებს, ვიღებდი სხვის შენიშვნებსაც და თუ რაიმე შენიშვნა იყო თუნდაც ჩემი მენეჯერული ფუნქციების არ შესრულებასა თუ შესრულებაზე შეეძლო სხვა თანაგუნდელსაც ჩემთვის მოეცა შენიშვნა და ეთქვა რომ თქვა მეტი ორგანიზებულობა არ მაწვენდა. კარგი, კეთი და მარინა შენ დაასახელე მათი პასიურობის გამო. თუმცა მეორეს მხრივ, ახლა მე როგორც მესმის, თქვენ იმდენი ჭიქა გაყიდეთ, რომ ფიზიკურად მაგაზე მეტის გაყიდვა ალბათ გაგიჭირდებოდათ. აი, მაშინ ამათ პასიურობას რამხელა გავლენა ქონდა საბოლოო შედეგს. თვითონ ის დღე ჩვენთვის არ ყოფილა პრობლემა. წინა დღეები, რომლის დროსაც უფრო გვჭირდებოდა დამატებითი აზრი და ხალხის აქტიურობა, იმ დღეებში პასიურობდნენ ზუსტად. ჩვენ თუ რაღაცა შეცდომას დანარჩენი 5 შეცდომით თუნდაც იმ პრაისინგს ვაკეთებდით, ერთი კიდე დამატებითი და მით უმეტეს 2 აზრის, განსხვავებული აზრი დაგვემატებოდა, იქ 20 თეთრით მაინც მოგვემატებინა ფასი, რაც ჩვენ მოგებაზე წაგვიყვანდა. ეგ იყო თუ არა პირველ რიგში შენი პრეროგატივა. როცა დაინახე, რომ იგი დადგა, უნდა შეგეცვალა თუ არა, თქვა საფასო პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ქონდა დაგეგმილი ისე როგორც ქონდა. პრინციპში ჩვენ რა კონტინგენტზეც გავთვალეთ, ეს ფასი იყო მისაღები იმ კონტინგენტზე, სადაც ვიყავით. კი, მაგრამ იმ კონტინგენტმა რიგები დაგიყვანა ხოლმე. შენ როგორ მოიქცევდი ჩემს? მე მარინას გავუშვებდი. რატო? იმის გამო, რომ პასიური იყო დაგეგმვის პროცესში, იცოდა მე რაღაცა შეცდომები მქონდა და თვითონაც არ მიმეთეთა ამ შეცდომებს. კეთი შენ ვის გააგდებდი ჩემს გასვლას? მეც ალბათ მარინას, ვიცით რა არის, შეხსენება არ უნდა ჭირდებოდეს, რომ პასიურობ და უფრო იაქტიურე. შენ დაითოს ეს აზრი, რომ იაქტიურო. მე ველოდებოდი თეას, რომ თეა დამასახელებდა. მე თვითონ გრძნობდი, რომ პასიურობდით. არც იმას ვიტყოდი, ალბათ არც არავინ ამბობს, რომ თქვა მარინა მაინდა-მაინც აქტიურობით გამოიჩინა თავი, მაგრამ ყველაზე უფრო რაც გამიკვირდა იყო ის, რომ შენ წინასწარვე შეგუებული იყავი იმას, რომ როგორც მინიმუმ თეა დაგასახელებდა ამ სამში. თუ ამ დონეზე გრძნობდი შენ პასიურობას, რატომ უფრო მეტი არ შეძინე საკუთარ გუნდს? თუ შემომჩნევდით, მე პირველ დღეს უფრო პასიური ვიყავი, ვიდრე მეორე დღეს და ალბათ იმიტომ რომ პირველ დღეს ცოტა გამიჭირდა შეგუება. ანუ ადაპტაცია იყო ძნელი. მარინა, შენ მე მგონი მეტნაკლებად სწორი ანალიზი გააკეთე იმ კუთხით, რომ ასე ვთქვათ, იყო გარკვეული შეცდომები და ხარვეზები, თუმცა ჯობდა ეს ანალიზი ადგილზევე და პროცესის ველობისას
გაგეკეთებინა და შენი თანაგუნდელებისთვის კითხვა. თეა, შენ როგორც მენეჯერმა დაუშვი რამდენიმე შეცდომა, განსაკუთრებით აი დაგეგმვის სტადიაში. გამოდის ისე, რომ ერთმა ორმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მერე თქვენ ხისტად არ შეცვალეთ, არადა არ შეცვალეთ, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ სიტუაციის განვითარებას, თქო, ამან წააგებინა თქვენ გულს. რომ თვითონ გაყიდვის პროცესი თქო ძალიან კარგად გქონიათ დაყენებული. კეთი, ჩვენ ბიზნესში ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ ჩვენ ყველანი განუწყვეტლივ ადაპტაციის პროცესში ვიმყოფებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია იმავე წუთას ახალ სიტუაციაზე, კონიუნქტურაზე მორგება, ადაპტირება და პირველივე წუთებიდან ასე თალღოს აღება. შენ ეს უნარი ვერ გამოამშხავნე. ჩვენ იცვლებული ვართ დაგეშტება. ნახვამდის. არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ უფრო მეტი დახმარებოდა გუნდს და უფრო მეტი რამ შეეძინა თავის გუნდისთვის. ეს თავისთავად პრობლემაა და პლუს ამას ახსნა ეს იმით, რომ ადაპტირება გაუჭირდა. სწრაფი ადაპტაციის უნარი და მოქნილობა ეს ერთ-ერთი უპირველესთვისებაა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ ერთეულ კანდიდატში. არ გავითვალისწინე ის, რაც თქვი, ძალიან ნერვიულობდი და ამის გამო არ გავითვალისწინე. პირადად მე არ ველოდებოდი ეს გადაწყვეტილება სამდენი. იმიტომ რომ მე ბევრად უფრო მეტი შემიძლია ამაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ რატომ მოხდეს, მეც არ ვიცი, რატომ ვერ გამოვიჩინე ჩემი